მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბების სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. გაზეთ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 32 დღეა შიმშილობს თავისუფლება და მხარდაჭერა მზია ამაღლობელს და სინდისის ყველა პატიმარს. მზია ამაღლობელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ნიში ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. როგორც ვივამედის დირექტორი აცხადებს, პაციენტს ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უტარდება. მათ შორის განმეორებითი კვლევები. მზია ამაღლობელი ექიმების რეკომენდაციას ითვალისწინებს და მონიტორინგის ქვეშ რჩება. მზია ამაღლობის ჯანმრთელობის მდგომარეობას მონიტორინგს უწევს სახალხო დამცველის აპარატი. მათი ინფორმაციით მზად არიან ჟურნალისტის სურვილის შემთხვევაში კიდევ ერთხელ შეხვდნენ მას პირადად. არაფერი არ შეცვლილა, იგივეა მდგომარეობა, უგრძელდება მხოლოდ და მხოლოდ მონიტორინგი. ვერავინ ვერ გეტყვით სად არის და როდის იქნება კრიტიკული ზღვა. სტაბილურია ყველა პარამეტრი. ქალბატონი მზია ამაღლობელის მდგომარეობაზე ჩვენ უწყვეტ მონიტორინგს ვახორციელებთ. რა თქმა უნდა, ჩემი წარმომადგენლებიც და თვითონ კონსილიუმის წევრი ექიმებიც ამას აკეთებენ. ისინი იყვნენ შესულები და მათ კონკრეტული რეკომენდაციები მისცეს როგორც მზია ამაღლობელს, ისე საჯაროდ ისაუბრეს ამის შესახებ. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ამ პროცესს. თქვენ იცით, რომ სახალხო დამცველი და მისი აპარატი არ არის ჩართული უშუალოდ მკურნალობის პროცესში, ეს არ არის ჩვენი ასე ვთქვათ საქმიანობის ნაწილი. ჩვენი მნიშვნელოვანია, რომ ის მკურნალობა, რაც მას უტარდება, ის პროცედურები, რაც მას უტარდება, იყოს მაქსიმალურად ზედამხედველობის ქვეშ. მე რამდენჯერმე ვიყავი შესული, მას ვესაუბრე. ამ ეტაპზე ჩემი მასთან შესვლის საჭიროება არ არსებობს, მაგრამ მომავალშიც გავაგრძელებ მონახულებას, რა თქმა უნდა, თუ მას ამის სურვილი იქნება. ადვოკატები მზია ამაღლობლის გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობლის ადვოკატები მისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებასა და მის მიმართ დაწყებული სისხლისამართლებრივი საქმის შეწყვეტას მოითხოვენ. ამის შესახებ მისმა უფლებადამცველებმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდევანიძემ და ადვოკატმა მაია წკრიალაშვილმა განაცხადეს პრესკონფერენციაზე, რომელიც დღეს სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართა. ჩვენი მოთხოვნები არის შემდეგი. სასამართლომ დაუშვას დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელსაც ხვალდივარ წარმოადგენს ჩვენ სასამართლოში და გააუქმოს მზია ამაღლობელის მიმართ შერჩეული ბარბაროსულად უკანონო აღკვეთის ღონისძიება ხაზს უსმევ ამ სიტყვას და გაანთავისუფლოს მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობიდან. 1. საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო და მანიპულირებული ბრალდების საქმე. 2. შემდეგ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება და სათანადოდ გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი. პროკურატურამ მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებული სტატუსი ამავე საქმეში. საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს სისხლისამართლებრივი დევნა გრიგოლ ბესელიას და მისდამი დაქვემდებარებული პოლიციის შესაბამისი მოხელეების მიმართ მზია ამაღლობელის უკანონო დაკავების და უკანონო ადმინისტრაციული სამართალწარმოების გამო. კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმიანება. ოქტომბერში პუტინისტური ქართული ოცნების რეჟიმმა საქართველოში არჩევნები გააყალბა. განაცხადა ჯო უილსონმა კონგრესში გამოსვლისას. მისი თქმით, რეჟიმი ქართველი ხალხის მომავლის მოპარვას და დამნაშავე პუტინისთვის ირანული რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის მიყიდვას ცდილობს. ქართული ოცნების რეჟიმმა საქართველოში არჩევნები გააყალბა. რეჟიმი ქართველი ხალხის მომავლის მოპარვასა და ომის დამნაშავე პუტინისთვის ირანული რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის მიყიდვას ცდილობს. მამაცი ქართველი ხალხი ჯერ კიდევ ქუჩებშია. უწყვეტი პროტესტის 76 დღეს. ქართველების 80%-ს სურს ამერიკის ახლო მეგობრები, ევროკავშირისა და ნატოს ნაწილი იყვნენ, მაგრამ რეჟიმი ძალადობითა და უკანონო დაპატიმრებებით პასუხობს. რეჟიმმა შავი ზღვის სპორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა და თეირანის რეჟიმს ეწვია. მაშინ, როდესაც ირანის რეჟიმმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვლელობა სცადა. საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო, მამაცად მოითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.
ვაგრძელებთ გამოშვება სტუმართან ერთად. დღევანდელი გადაცემის სტუმარი ევროპული საქართველოს რაიონული ლიდერი მიხაილ გოგოდიშვილია. მოგესალმებით ბატონო მიშა და მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. ალბათ ხვდებით, რისთვისაც ხართ მოწვეული, თქვენი მოსაზრება გვაინტერესებს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. უკვე 3 თვეა არის საპროტესტო ტალღა, ხან ეს ტალღა ჩაცხრება, ხანაც აზვირთებულია, მღელვარია. თქვენი შეფასება როგორ ფაზაში ვართ ახლა, რამდენად მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება საქართველოში. მოგესალმებით ნინო, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისათვის. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო მდგომარეობაში არის დღეს ჩვენი ქვეყანა. მე თქვენ იცით რომ არ მიყვარს რაღაც მიხვეულ-მოხვეულ ლაპარაკი, პირდაპირ მინდა ვთქვა რომ დღეს რომ ქვეყანას ყავდეს ნორმალური ხელისუფალი და ნორმალური ხელისუფლება, ამდენხანს უკვე გადამდგარი უნდა იყოს ხელისუფლება. როდესაც მთელი ახალგაზრდობა, მთელი საზოგადოება, ყველა სფერო, მსახიობები, პედაგოგები, სტუდენტები, ექიმები, ძღოლები, რა ვიცი, ყველა არ დარჩენილა არც ერთი სფერო, რომელიც არ გამოხატა თავისი იდეა, არ დააფიქსირა ის, რომ აუცილებელია პოლიტპატიმრების გამოშვება, ის რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ქვეყნისათვის ახალი საპარლამენტო არჩევნების რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ის რომ ქვეყანა დაუბრუნდეს დასავლური განვითარების კურსს და მივიღოთ ევროპული ხარისხის ქვეყანა და არ დავრჩეთ რუსულ ჭაობში. ამაზე ვთანხმდებით სულ ყველა, მთელი სამოქალაქო საზოგადოება, ეს არასამთავროები, პოლიციაც, თუნდაც მე ვიცი. და ამას საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა. თქვენი აზრით, რატომ არ რეაგირებს ამაზე ხელისუფლება? საერთაშორისო ზეწოლაზე, არაღიარებაზე, არჩევნების საპროტესტო ტალღაზე კიდევ რა არის იმისთვის საჭირო, ვთქვათ, რომ მიიღოს გადაწყვეტილება არსებულმა ხელისუფლებამ და ჩანიშნოს ახალი არჩევნები, როგორც ამას საზოგადოების დიდი ნაწილი მოითხოვს. რა თქმა უნდა, ნინო, აქაც მე პირდაპირ ვიქნები და ვიტყვი რომ უკვე ჩვენ ხმამაღლა შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დღეს საქართველოს ყავს რუსეთის პრეზიდენტის პუტინის მიერ დანიშნული ოლიგარქის ხელისუფლება, რომელიც მას ფაქტიურად უნდა რომ ჩვენი ქვეყანა გადააქციოს რუსეთის უკანა ეზოდ, სადაც იქნება მისთვის ხელსაყრელი პირობები და ჟარგონულად ვიტყვი რომ გრუზია без გრუზინავ, რაც გააცხადებულია და რაც არის რუსული ოცნება, რომ საქართველოს მათ ჭირდებათ ქართველების გარეშე, აი ამას აკეთებს დღეს ჩვენი ხელისუფლება ქართველების ხელით, ისევე სამწუხაროდ ქართველების ხელით. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ და მჯერავს, რომ ყველა ძალიან ბევრმა ადამიანმა დატოვა ქართული ოცნება, რომ მოვიდა, გვახსოვთ ჩვენ რა სახეებით მოვიდა ქართული ოცნება ხელისუფლებაში. დღეს ეს ადამიანები ოპოზიციაში არიან, სულ სხვა ხალხი და არის დღეს ოლიგარქის გარშემო, დარწმუნებული ვარ ისინიც მიხვდებიან, დატოვებენ ნელ-ნელა და ეს რკალი დაუპატარავდებათ და ბოლოს და ბოლოს ქართველ ხალხს ვერც ერთმა დამპყრობელმა ვერ გატეხა. შაჰ-აბასი მურმანყლო, რა ვიცი, 1000 დამპყრობელი ყავდა, მაგრამ ერთი ასეთი შედარებაც უნდა გავაკეთო, ყველა დამპყრობელი შემოდიოდა და გადიოდა, მაგრამ რუსეთი შემოვიდა და აღარ უნდა გასვლა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მალე მიიღება ის გადაწყვეტილება, რაც ქართული ხალხის დაკვეთაა. იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხვალინდელი დღისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ხო? ჩვენი შვილებს, ჩვენ სტუდენტებს, ჩვენ მომავალ თაობას არ უნდა რუსულ ჭაობში მიბრუნება, არ უნდა რუსეთთან განვითარება, მათ სურს ნორმალური ცივილიზაცია და ამ ახალგაზრდებს ვერაფერი ვერ დაამარცხებს, დარწმუნებული ვარ. მალე გამოჩნდება ალბათ ამ ახალგაზრდებში დაიბადება ესეთი ლიდერები, რომლებიც იტყვიან თავის სიტყვას ხმამაღლა და მთელი ერი დაუჭერს მხარს ამ ახალგაზრდებს და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, მივიყვანთ ხელისუფლებას იმ დონემდე, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები და ახალ არჩევნებში შესაბამისად მოვიდეს ახალი ხელისუფლება. საპროტესტო ტალღა რამდენხანს შეიძლება გაგრძელდეს და მესმის ყოველ ჯერზე ყოველი სტუმარი იძახის, რომ გრძელვადიანი პროცესში ვართ შესული და ეს ასე ადრე არ დამთავრდება, მაგრამ ის პროცესში, რაშიაც ვიმყოფებით, ასეც არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, იმიტომ რომ ფაქტობრივად კრიზისშია საქართველო. თქვენი პროგნოზი რა არის და როდის შეიძლება დასრულდეს
ეს საკითხი. ისე როგორც საზოგადოებას სურს. დიახ, ნინო, თქვენ თვითონვე გაიცით ამ კითხვაზე ძალიან ლამაზად და ლაკონურად და კარგად პასუხი და მე გეთანხმები 100%-ით, რადგანაც ყველა ვინც ამბობს ეს არის პროგნოზი და ასეთი სიტუაცია არ ყოფილა. ასეთი პროგნოზი გაკეთება, მე თავშივე ვთქვი, რომ ნორმალური ხელისუფალი რო ყოფილიყო, ამ დროს უკვე გადამდგარი უნდა ყოფილიყო და უკვე არჩევნები ახალი უკვე დანიშნული და შეიძლება ჩატარებულიც ყოფილიყო, იმიტომ რომ მე უკვე მესამე თვეა მიმდინარეობს ეს პროცესი. აქედან გამომდინარე, კრიზისში არის ქვეყანა, კრიზისი, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელად ეს უკვე აისახება დოლარების კურსის ვარდნასთან და სხვა რაღაც ეკონომიკურ რყევებთან დაკავშირებით და ვიმედოვნებ, რომ მიიღებს ხელისუფლება გადაწყვეტილებას, რომ ჩანიშნოს ახალი არჩევნები და ამ დროს მე უკვე მაქვს ძალიან დიდი იმედი საერთაშორისო თანამეგობრობის, რომლებაც თუნდაც სანქციებით, გაფრთხილებებით, არაღიარებით, რაღაცებით უნდა მიიღონ ზეწოლას კი არა, მაგრამ მითითება მისცენ ქვეყანას, მისცენ მიმართულება, აუხილონ თვალები ჩვენ ხელისუფლებას, რომ გადადგეს და ჩაატაროს ახალი არჩევნები. და რამდენად მოსალოდნელი რამდენადაა ის, რომ თქვათ გაიწელოს დროში ეს მოვლენები და მივიდეთ უკვე ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე. ამას თუ განიხილავს თქვენი პარტია და ზოგადად პარტიების როლი ამ ყველაფერში. ჩვენ ვნახეთ სამოქალაქო საზოგადოების როლი და ისინი მყარად განან, მაგრამ ანუ ეს აქციები და საპროტესტო ტალღა დაცლილია თითქოს პარტიებისგან და ანუ ტრიბუნაც კი არ არსებობს, სადაც გამოვლენ სიტყვით პარტიის წარმომადგენლები და ლიდერები და თქვენ როგორ ფიქრობთ და თუ გაგრძელდა დროში ეს პროცესი და მივედით ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, როგორ ჩატარდება და რა იქნება? რა თქმა უნდა, ნინო, ესე იგი ჩვენი ლიდერი მოგეხსენებათ გიგი წერეთელი ახლა ამ წუთას ამერიკაში ბრძანდება და მართავს სხვადასხვა ტიპის და სხვადასხვა დონის შეხვედრებს კონგრესმენებთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, როცა ჩამობრძანდება ბატონი გიგი, ჩვენ გვექნება უკვე სხვა რაღაც დასახული გეგმა, პროგნოზი და შესაბამისად ვიმოქმედებთ იმის შესაძლებლად, მაგრამ მე აქვე მინდა ვთქვა, მართალია, წინა პლანზე ჩანს ახალგაზრდები და ძალიან კარგია და ესეც უნდა იყოს, თუმცა პოლიტიკოსები არსად არ წავსულართ, ჩვენც აქა ვართ. ოღონდ ცოტა გვერდიდან ვდგავართ და აი ზუსტად როცა საჭირო იქნება, მაშინ გამოვჩნდებით. მაშინ ვიტყვით ჩვენ საქმეს და ასევე ლიდერები იტყვიან თავის საქმეს და ეხლა ამჟამად პროცესები ისე ლამაზად მიდის და ეს აქციები ისე შვიდობიანად, ისე კარგად ორგანიზებულად, რომ ამას ზედმეტი ჩარევა არ ჭირდება. თუმცა ხელისუფლება იღებს ისეთ კანონებს და ისეთ რეგულაციებს, რომელიც ამ საპროტესტო ტალღის შენელებას ითვალისწინებს და ამას რამდენად გაუძლებს სამოქალაქო გაუძლებთ სამოქალაქო საზოგადოებას გაუძლებს და დარწმუნებული ვარ ნინო წეღანი კითხვა დასმული რომ ადგილობრივ არჩევნებამდე არ მივა სიტუაცია. აი ბოლო კითხვა ალბათ ეს არის თქვენი პროგნოზი და ანუ რამდენად შეიძლება ჩემი პროგნოზი არის რომ მაისში ჩვენ გვექნება საპარლამენტო რიგარეში არჩევნები აუცილებლად მაისში ეს უნდა ჩატარდეს. ეგაა ჩემი პროგნოზი, რამდენად გამართლდება, ვნახოთ. მოკლედ ვერ გაუძლებს ხელისუფლება, არსებული ხელისუფლება ზეწოლას, როგორც გარეთ ახრიდან და მე მაინც არ მინდა ესე გამომივიდეს თითქოს რაღაც, მაგრამ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას ხელისუფლება და ყველაზე მთავარი რა არის, იცით, ხელისუფლებას არავინ არ ეუბნება, რომ აი ჩვენ ვიცით საქართველოს უახლოეს ისტორიაში რომ მოქალაქეთა კავშირი გაქრა, აღორძინება გაქრა, რაღაცე პარტიები გაქრეთ, რომლებიც ხელისუფლებაში იყო. ოცნებასაც შეუძლია მიიღოს მომავალ არჩევნებში მონაწილეობა და ჩატარდება არჩევნები, ოღონდ არა დღეს არსებული CSKO-ს შემადგენლობით და ადმინისტრირებით, საერთაშორისო ორგანიზაციების და რეალური არჩევნებით და მე ვფიქრობ, რომ რაღაც ბარიერებიც უნდა მოიხსნას, იმიტომ რომ ყველა ადამიანს უნდა ყავდეს მისი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, რომელიც მის პოზიციას, მის ხმას გააჟღერებს. ეს არის დამოუკიდებლობა, დემოკრატია და თავისუფლება რა. თავისუფლება არ ნიშნავს, როგორც დღეს გვიქადაგებენ, რომ რაღაც გარყვნილება, თავისუფლება არის
თავისუფლება და შენი უფლება გამოხატო თავისუფლად. სიტყვა გამოხატვის თავისუფლება ქონდეს ადამიანებს. აუცილებლად. ნამდვილად იმედი მაქვს, რომ მივახცევთ ამას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის, სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო რაიონული ლიდერი ევროპული საქართველოს. მადლობა. ახლა ჩვენს ეთერში სტუდია ვაშინგტონის დროა. რეპრესიების, გაძლიერების და დემოკრატიული პროტესტის ნაწილის უკანონოდ გამოცხადების მცდელობა. ასე აფასებენ ვაშინგტონში ამ ბოლოდროინდელ უკვე მიღებულ თუ დაანონსებულ ცვლილებებს, რომლებზეც ქართული ოცნების ხელისუფლება საუბრობს. შეკრება მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების, ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან ერთად განსაკუთრებული შეშფოთების საგანია მედიასთან დაკავშირებით მოსალოდნელი ცვლილებებიც. ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ მიიღებენ კანონებს, რომლითაც მედიის ობიექტურობა და ეთიკის სტანდარტები დადგინდება. ამასთან კიდევ უფრო შეიზღუდება მედია საშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. ეს ძალიან მარტივია. ივანიშვილის გუნდი უფრო და უფრო მეტი რეპრესიებისკენ მიდის. ეს საქართველოსთვის საშინელია. არ მგონია, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი ამაში წარმატებული იქნება, მაგრამ ესაა ის, რასაც ვხედავთ. ეს დამოუკიდებელ, მართლაც ობიექტურ მედიას ფუნქციონირებას უფრო და უფრო ურთულებს. მთავრობის მიზანი სწორედ ესაა, რომ საინფორმაციო სივრცეზე კონტროლი მოიპოვოს. ეს კიდევ ერთი უარყოფითი ნაბიჯია, რომელსაც დგამენ. ვხედავთ მზარდ რეპრესიებს და ასევე ვნახეთ, რომ ეს არ იმუშავებს. ვერ აიძულებს ხალხს ამ მთავრობის რეპრესიული ბუნებით საკუთარი უკმაყოფილება არ გამოხატოს. მმართველი გუნდის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერი კობახიძეც ამბობენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები სახელმწიფო ინტერესების დაცვას ემსახურება და რომ ისინი დასავლური კანონმდებლობის მსგავსი იქნება. ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ ადანაშაულებს ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს და დასავლური ქვეყნების საელჩოებს იმაში, რომ ქვეყანაში არეულობის შექმნას ცდილობენ. მან თქვა, რომ ისინი ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ კოორდინირებულად მოქმედებენ. მედიასთან დაკავშირებული რეგულაციების განმარტება კი ახსნა, რომ კრიტიკა მხოლოდ იმის შიშს უკავშირდება, რომ ისინი სიცრუისა და სიძულვილის თავისუფლად გავრცელებას ვეღარ შეძლებენ. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეგრეთ წოდებული უცხოეთის აგენტების კანონის მსგავსად არც ამ შემოთავაზებულ ცვლილებებს აქვს რაიმე საერთო დემოკრატიასთან და ამგვარად მმართველი გუნდი მხოლოდ მზარდი რეპრესიების გამართლებას ისიც წარუმატებლად ცდილობს. ვფიქრობ, ისინი გაუმართლებელი პოლიტიკის გამართლებას ცდილობენ. რეპრესიები, რაც დემონსტრანტების წინააღმდეგ ვიხილეთ, არ ხდება არც ამერიკის შეერთებულ შტატებში, არც ბრიტანეთში და არც სადმე დემოკრატიულ სამყაროში. ისინი ცდილობენ გაამართლონ ის, რომ უფრო და უფრო რეპრესიულ ნაბიჯებს დგამენ. ეს ძალიან სამწუხაროა. საქართველოს დასავლელი მეგობრები ხელისუფლებას კვლავ მოუწოდებენ გათავისუფლდნენ პროევროპული დემოკრატიული პროტესტისას დაკავებული პირები. ვაშინგტონის და ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში კი კვლავ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში რჩება მზია ამაღლობელის საქმე. პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მთავრობა მისი რეპუტაციის შელახვას და ყურადღების გადატანას ცდილობს. ჩვენ ვერ გაგვასულელებს ქართული ოცნების ლიდერების მცდელობა დაამახინჯონ ის გარემოებები, რაც წინ უძღოდა მზია ამაღლობელის დაკავებას და შებრალონ მისი პროფესიული სანდოობა იმით, რომ მას უცხოეთიდან დაფინანსებულად მოიხსენიებენ. ეს კიდევ ერთი მანევრია, რომლის მიზანიც ყურადღების გადატანის მცდელობაა ევროატლანტიკური კურსის გარშემო საქართველოს მოსახლეობის მასშტაბური მობილიზაციიდან, რაც ასახულია როგორც საქართველოს კონსტიტუციაში, ისე ქართველი ხალხის ნებაში. ძალაუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდებით რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ოლიგარქიულმა პარტიამ ქართული ოცნება ორივე მათგანს უღალატა. ქართველ ხალხს ვერ გააჩუმებენ. ეს შემაძრწუნებელია. საქართველოში ვხედავთ ამ ყველაფერს ძალადობის გამოყენებით. ეს მართლაც კიდევ ერთი ნაბიჯია იმ ნამდვილი ტირანიისკენ, როგორცაც რუსეთის, ჩინეთის ან ირანის მსგავს ადგილებში ვხედავთ. ქართველები მართლები არიან, რომ ამას, ამ ძალადობრივ მეთოდებს უპირისპირდებიან. თავისურვებდი, რომ დასავლური სამყარო კიდევ უფრო მეტად დაუდგეს გვერდით ქართველებს, რომლებიც ამ მოვლენებს ეწინააღმდეგებიან. პოლიტიკოსების, ევროპარლამენტარების და ეროვნული პარლამენტების წევრების, ასევე ყოფილი დიპლომატების ჯგუფი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დააწესონ ან შეინარჩუნონ სანქციები ქართული ოცნების ლიდერების მიმართ.
გახდა ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.